14 წლის გოგო, რომელსაც სკვერში საქანელა დაეცა კომაში, ამის შესახებ ადგილობრივები საუბრობენ. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ლოტკინზე კიშინიოვის სკვერში მოხდა. ნაძალადევის რაიონის გამგეობა აცხადებს, რომ კონსტრუქცია სხვა მოზარდებმა დააზიანეს და ფაქტიც ამის გამო მოხდა. მათი მტკიცებით საქანელა ყველა სტანდარტის დაცვით იყო განთავსებული. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. თბილისში პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის შენობიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით პაციენტი ფსიქიატრიული კლინიკიდან გადმოიყვანეს. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია, მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული. ორ დღეში დაჭრის მესამე ფაქტი თბილისში დანაშაული ამჯერად დაისის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ გაიგეს გასროლის რამდენიმე ხმა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობს. ქართველი მსახიობი ეკა ჩავლეიშვილი ფილმში კირა ნაითლისთან და ალისია ვიკანდერთან ერთად ითამაშებს. რეჟისორ საიმონ ვუდსის ახალი ფილმის გადაღებები საფრანგეთში უკვე დაწყებულია. პროექტში მონაწილეობენ ჯეიმი დორნანი და სხვა ცნობილი მსახიობებიც.